ამ ავტომობილებს აქვე ვთქვათ, რომ ფერთა არჩევანიც აქვს. ყველანაირი ფერები გვყავს. უყურეთ როგორ არის. აი ესეც 100% ელექტროა, ხო? აი სრულიად ელექტრო არის. აი ეს კიდევ ქალებისთვის განკუთვნილი ავტომობილი. ქალებისთვისაც და სრულწლოვანი ბავშვებისთვისაც ძალიან კარგი არის. ეს ავტომობილი იყო, რომელიც დავათამაშეთ ბათუმში, ხო? და არის ძალიან კარგი ავტომობილი. ჯერ საკმაოდ დიდი განმავლობა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ავტომობილია, საკმაოდ დიდი განმავლობა აქვს და 440 კილომეტრს გადის და თან ფასიც ძალიან კარგი აქვს. ასევე გვიყენია BYD სრულიად ელექტრო, ასევე გვიყენია BYD ჰიბრიდი, ასევე BYD Leopard 3, რომელიც განსხვავებული ფერია და საკმაოდ მოთხოვნადია და რა თქმა უნდა Jetour T2. ოღონდ Jetour-ი არის ბენზინი 2 და 0-4-ზე ახლა უკვე თითქმის ამოისყიდა, მაგრამ ერთ დღეში 15 დღეში გვეყოლება ნებისმიერი რაოდენობა. ყველა გაიყიდა, ესეც გაყიდულია. ეს კიდე ამოსარჩევად ყავს ფერები BYD-ის, რომელიც შენ აქ ყავს ჰიბრიდი. ჰიბრიდიც მყავს აქ და სრულიად ელექტროც მყავს აქ. ქუთაისის ფილიალში ორივე მყავს. სრული არჩევანი. ჰიბრიდიც არის და არის ბენზინიც. კი. ეს ძალიან კარგია. ეს 100% ელექტრო. 4-4-ზე არის, ესეც. აი ეს კიდევ არის ტაქსებისთვის, ხო? ესეც BYD-ის ავტომობილი არის. ტაქსებისთვის კარგია. მსგავსი არის ტაქსებისთვის, იდეალურია და რა ვიცი. ტაქსებისთვის რა, ოჯახისთვის. ოჯახისთვის, იმიტომ რომ ძალიან კარგია, რა თქმა უნდა. დიდი საბარგული აქვს და საკმაოდ დიდი და ტევადი ავტომობილი არის. თან გამავლობაც ძალიან კარგი აქვს. უყურეთ, ვინც იცის ჩვენი ცენტრი ქუთაისში არის ძალიან კარგი ცენტრი, შოურუმი, მაღაზია და გვინდა რომ თელი ვინც ჩვენ ჩამოვთვალეთ, თელი იმერეთის მოსახლეობა გვინდა რომ აქ შეიძინონ ავტომობილები, ხო? აქ არის ადგილი, საიდანაც შეიძენენ და ვაძლევთ გარანტიას. და მოიწიერთ წუთი და ესეთ განცხადებას ვაკეთებ. უყურე როგორ არის. ვიღაცები იძახიან რომ კანონები შეიცვალა იქ-აქა, ჩვენ თუ სადმე რამე კანონი იცვლება, ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით სად რა კანონი იცვლება. ჩვენ ვართ ერთ-ერთი კომპანია საქართველოში, ერთ-ერთი კომპანია, რომელსაც უფლება აქვს შემოიყვანოს ნებისმიერი ავტომობილი, რომელიც იწარმოება ჩინეთში და ჩინეთში რო არ იწარმოება, ესეთი მანქანა არ არსებობს და ხვალ ნახოთ რა იქნება. თან დიდი რაოდენობით შემოვყავს